ეს არის Mazda MX-5-ის სავარძელი და ესეთი ექსპლუატაციის შედეგად გაქექილია ყავი და ეხლა ესე უბნის პირობებში დააღვადგინო და გაჩვენებთ პროცედურა რა და როგორ. ჯერ არ გამიკეთები ესეთი რაღაც, YouTube-ში ვნახე ვიდეოები, ინფორმაციები მოვიძიე, ვიყიდე მასალები და გთავაზობთ ჩემს გამოცდილებას, როგორი გამოვა მეც არ ვიცი. პირველ რიგში რაც გჭირდება, უნდა გაიწმინდოს ტყავი. არსებობს სპეციალური საწმენდის სითხეები, მაგრამ დამუშავების წინ ბევრი იყენებს ეთილის სპირტს. ეს სპირტი ადრე ვიყიდე სამგორში და ეთილის სპირტით უნდა გაიწმინდოს ეს, რომ ჭუჭყისგან გაუცხემოვნება მოხდეს პარალელურად, რომ შემზადდეს ამის ამომავსებლის წასასმელად. ესეთ ჯაგრის ვიყენებ ტანსაცმლისას, რბილს. აქ ეხლა სპირტს დავასხავ და ესე გავწმინდავ ამ ადგილს რა. ახლა ესეთი ზუმფარას ქაღალდით 1000-იანით ეს დაზიანებული ადგილი უნდა გავშკურკო და ამუშაო სუბუქად. უხეში ზუმფარას ქაღალდის, ანუ იგივე შკურკის გამოყენება არ არის რეკომენდირებული. რაც შეიძლება თბილი 1000-იანი და 2000-იანსაც იყენებს ზოგი. ეხლა მე ამ ზედაპირს ვამუშავებ, რომ აი ესეთი შემავსებელი არის ტყავის. სამგორში ვიყიდე და აი ეს დაზიანებული ადგილები თუ არ შეივსო, იცი აზრი არ აქვს ამის შეღებვას. აი ესე გავშკურკე და ეხლა ეს ადგილი უნდა გავწმინდოთ მიკროფიბრის ტილოთი. რომ ის მტვერი გაშკურკვის შემდეგ დარჩენილი მტვერი მოცილდეს და ეხლა ჭირდება ესეთი შემავსებელი ტყავის შპაკლია ერთგვარი და ესეთი შპატელი დავამზადეთ, პლასმასი გამომჭერი რაღაც და ამ შპატელით ეხლა უნდა დავიტანო აი ეს. სანამ შემავსებლის გამოყენებას დავიწყებ, აი ეს ნაკერები უნდა შევფუთოთ ქაღალდის სკოჩით, რომ საღებავი არ გადავიდეს და წითელი სტროჩკა აქვს უბრალოდ და ეს და ისიც უნდა შევფუთო. ესე გამოიყურება შემავსებელი. ჯერ მოკლედ ეს ადგილი შევფუთე. და ეხლა ვიწყებ ნელ-ნელა დატანას. ეს ეხლა საპირისპირო მხარე შევფუთეთ და ეხლა ეს ძირითადი დაზიანება რაც არის, ეს უნდა დავამუშავო. მოვედით ამ მდგომარეობამდე. მქონდა ამოგლეჯილი პატარა ამოვავსე და ესეც გაქექილი რაც იყო ამოვავსე. ეხლა ამ საშუალებას უწერიო 6 საათი უნდა გაშრეს. მე უფრო დიდხანს გამოვაშრობ. ესე შევფუთე სკოჩით.
ამ კვადრატის შეღებოს ფიქრობ, რომ სხვაობა არ შეეთხოს. მარტო ეს არის რომ შევღებო, შეეთხობა გადასვლა და მთლიანად შევღებო. ჯერ კანტებით ვიწყებ. ეს არის ტყავის საღებავი, რომელიც არის წყლის ბაზაზე. ეს ტყავი ისეთი მუქი არ არის, როგორც ძალიან შავი არ არის და ამიტომ წყლის ბაზაზე რაღაც არის ეს საღებავი გადმოვასხი და წყლით განვაზავე, რომ ცოტა რო ღია ფერი მივიღო. და ეხლა მე მგონი მოვიდა ხელთათმანებით ჩაცმის დრო. ესეთი ბუბკა ავიღე. შეგიძლიათ ესეთი მზაც იყიდება ტარით. სხვათა შორის შეღებვა შეიძლება პულვერიზატორითაც, ანუ გამფრქვევით. თუ გაქვთ პისტოლეტი, ჩაასხავთ შიგნით ეს საღებავი და შეღებოთ. მაგრამ ანუ ეხლა ეს მარტივად მაქვს ეგეთი გამფრქვევით, მაგრამ რავი მეზარება. ამით გავაკეთებ. ნახოთ რა გამოვა. ახალი ინსტრუმენტი ჩავთვით საქმეში, ეს არის ფუნჯი, ლინზის საწმინდია. ისე ჩავაწვევ. იქ მაქვს რაღაც ტყავი, ამაზე შემიძლია ესე ცოტა გავაშრო და მერე მგონი რაღაც გამოვიდა.